გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან. მოგესალმებით, დღეს 9 დეკემბერია და უძრავი ქონების პროსპექტს ექსპო ჯორჯიადან გთავაზობთ. ტრადიციულად გადაცემას თათია ჩაფიჩაძესთან ერთად მე გუგა კობახიძე წარმოგიდგენთ. გადაცემის უცვლელი წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. მიმდინარე კვირის გამოშვება ექსპო ჯორჯიაში იწერება, როგორც გუგამ უკვე აღნიშნა, სადაც უძრავი ქონების 2025 წლის გამოფენა მიმდინარეობდა. 50-ზე მეტი დეველოპერი იყო წარმოდგენილი წლევანდელ ღონისძიებაზე, სადაც ათეულობით კომპანიას ჰქონდა საინტერესო შეთავაზება მომხმარებლისთვის. ძალიან მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. პირველად ექსპო ჯორჯიაში დეველოპერული სექტორი ცალკე იყო წარმოდგენილი და ძალიან ბევრი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტუმარი იყო 2 დღის განმავლობაში. ჩვენ შევეცდებით მიმდინარე კვირის გადაცემაში თავი მოუყაროთ მთავარ სიახლეებს, რაც ექსპოზე გაჟღერდა, დეველოპერებთან ჩაწერილი ინტერვიუები შემოგთავაზოთ და რაც მთავარია ვისაუბროთ მნიშვნელობაზე გამოფენებისა და ვინ თუ არა ამაში პირველ რიგში დაგვეხმარება ექსპო ჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა, რომელიც ჩვენი პირველი სტუმარია. მოგესალმებით რესან, მადლობა თქვენი დროისთვის და მადლობა მასპინძლობისთვის ამ არაჩვეულებრივ სივრცეში, რომელიც წელს პირველად არის გამოყოფილი დეველოპერებისთვის და მინდა რომ პირველ რიგში შევაჯამოთ, რატომ გადაწყდა, რომ დეველოპერული სექტორი ცალკე ყოფილიყო გამოყოფილი და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად გამოფენებს ბაზრის განვითარებისთვის. კავკასიუს ბილდს ვატარებდი ჩვენ ესეთ პროექტს თუ გახსოვთ ალბათ 30 წლის განმავლობაში. მე ბოლო რამდენიმე წელი ჩვენ გავაერთიანეთ კავკასიუს ბილდი და დაუმატეთ მას უпроსწორად დეველოპერების გამოფენის ნაწილი, უძრავი ქონების ნაწილი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში რაღაც მივიღეთ ისეთი შედეგი, რომ დავინახეთ აუცილებლობა ცალკე პროექტად გამოგვეტანა, ანუ ცალკე პლატფორმა შეგვექმნა ამ ინდუსტრიისთვის. გასაკვირი არ უნდა იყოს პრინციპში, იმიტომ რომ ძალიან მზარდი არის და ასე შემდეგ. თუმცა პირველი ნაბიჯებია მაინც ესე ითვლება და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრიას ჰქონდეს უძრავ ქონებას ცალკე ასეთი პლატფორმა, სადაც ისინი ერთმანეთსაც შეხვდებიან, ერთმანეთსაც შეადარებენ თავის ასე ვთქვათ შეთავაზებებს. ასევე გაეცნობიან ყველა იმ თემატიკას, რომელიც გაჟღერებული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები კონფერენციაზე, ასევე შეხვდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის უძრავი ქონების ბროკერებს, სხვადასხვა ქვეყნიდან, იმ ქვეყნებიდან, რომელიც მნიშვნელოვანია და ფოკუსი არის ჩვენი უძრავი ქონებისთვის და ასევე რაც თავარია შეხვდებიან თავის მომხმარებლებს და შეთავაზებენ მათ ისეთ პირობებს, რომელიც მათ გამოარჩევთ სხვა კომპანიებისგან, ანუ რაღაც კონკურენტული გარემოც იქნება ერთ სივრცეში და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ ესეთი კარგი ხელშემწყობი იქნება თვითონ ამ კომპანიებისთვის და მთლიანად ინდუსტრიისთვის. პირველი ექსპოდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ გაამართლა და რამდენად იყო დეველოპერების მხრიდან ინტერესი? 50 კომპანია მონაწილეობდა, ჩვენ პრინციპში ეს იყო თანხმედრაში იმასთან, რასაც ჩვენ ველოდით, იმიტომ რომ როცა პირველი ასეთი ვთქვათ ნაბიჯი არის, ყველას აქვს რაღაც უფრო მოლოდინის რეჟიმი, რომ აი თუ გაამართლებს და თუ კარგი საინტერესო იქნება, მაშინ მივიღოთ მონაწილეობა. ვფიქრობთ, რომ ამან დაადასტურა, რომ არის პოტენციალი, ახლა ჩემი მეგობრები ატარებენ გამოფენას სომხეთში, ორგანიზატორები არიან, იქ არის 5-ჯერ დიდი ეს გამოფენა. შესაბამისად პოტენციალი ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი არ არის დიდად განსხვავებული და შესაბამისად არსებობს ჩვენს ქვეყანაშიც ამის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია ეს გამოფენა რეალურად რეგიონალური გავხადოთ და იგივე სომხური კომპანიების მონაწილეობა და სხვადასხვა ქვეყნის, თუნდაც რეგიონის ქვეყნების მონაწილეობა ამ გამოფენაში აბსოლუტურად ისეთი პროგნოზირებადია, ასე ვთქვათ. თავარია ჩვენ შევძლოთ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც საინტერესო იქნება და ამას მხოლოდ შევძლებთ ერთიანი ძალებით, რაც უფრო მეტი კომპანია მიიღებს ქართული მონაწილეობას მასში, რაც უფრო მეტი დამთვალიერებელი გვეყოლება, მით უფრო საინტერესო პროექტები გვექნება. წლევანდელ გამოფენაზე იყო 50 პლუს კომპანია, რომლენადაც ვიცი. ეს იყვნენ მხოლოდ დეველოპერული კომპანიები თუ რა დარგს რომელ სფეროს წარმოადგენდნენ და საუბრობდით მაგალითად სომხეთის და საერთაშორისო მასშტაბებზე და ასევე მეორე შეკითხვა ესენი არიან
საქართველოსთან აღნიშნული კომპანიები თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიც იღებდნენ მონაწილეობას. დეველოპერების ნაწილში ეს იყო ქართული კომპანიები, თუმცა იყვნენ ასევე აგენტები, სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩვენ ჩამოვიყვანეთ 30 აგენტი, როგორც აღნიშნე. სხვადასხვა ქვეყნიდან ეს ნაწილი იყო საერთაშორისო ნაწილი, ამ შემთხვევაში აგენტების ნაწილი, იმიტომ რომ თვითონ ამ სინერგიას, როცა ჩვენ სხვადასხვა კომპონენტს ურევთ, ასე ვთქვათ, გამოფენაში, ამას მოაქვს ყველაზე კარგი შედეგი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ ამ შემთხვევაში სწორედ ამ გზით წავედით, ჩვენ წარვადგინეთ, ასე ვთქვათ, ქართული კომპანიები და მათთან თანხმედროვში მოვიყვანეთ ის სააგენტოები, რომლებსაც აინტერესებთ საქართველოში ინვესტირება. ასევე მეორე მხარესაც სააგენტოები, რომლებიც ეძებენ თავის ქვეყნებში ინვესტორებს, მაგალითად პორტუგალია, ასეთი ესპანეთი არის, ასევე თურქეთის სააგენტოები, ისინიც წარმოვადგინეთ, მათაც ჰქონდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და ყველა ის ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით სხვა ქვეყანაში, მათაც მიეცათ შესაძლებლობა, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიეღოთ. რამდენად იცვლება გეოგრაფია, ვისაც აინტერესებს საქართველოში ინვესტირება ან საქართველოსთან ინვესტირების განხორციელება? ვიცით, არსებულ ფონზე, რომელიც არ არის მარტივად რო ვთქვათ, მარტივად კი არ არის ბილად რო ვთქვათ მარტივი, ცხადი არის, რომ ჩვენ დამი ინტერესი უფრო მეტად არის ისეთი ქვეყნებიდან, რომლისთვისაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ისეთ ფაქტორებს, რომელიც თქვათ აქვს მნიშვნელობა დასავლური კაპიტალისთვის. შესაბამისად, სწორედ ის ქვეყნები არის ძირითადად დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით, რომელიც როგორც არის თქვათ არაბეთის ქვეყნები, როგორც არის მეზობელი ქვეყნები. ამიტომ ეს ასე ვთქვათ პირდაპირ თანხმედრაშია იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება და კონცეპტუალურად საითქენაც მიდის ქვეყანა. რასაც ეხლა მე პირადად თქვენ იცით, რომ მაქვს ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და პროტესტი იმასთან დაკავშირებით, ქვეყანა რაღაც თავის კონცეპტუალურ ნაწილს კარგავს ფაქტურად და ეს ცხადია გამოხმაურებას შემდეგ პოვებს მოძრავ ქონების ნაწილზეც, სწორედ ამ კუთხით, რომ ინტერესი ვხედავთ საით ინაცვლებს. ამაში ცუდი ის არის, რომ ჩვენ გვჭირდება ეს დაბალანსებული. როგორც ყველაფერში ამ საკითხში ჩვენ გვჭირდება ბალანსი. ანუ თვითონ თავად იმ ქვეყნებს არაფერს არ ვერჩით, ცხადია, მაგრამ კარგი იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს კარგად სწორად დაბალანსებული ეს ყველაფერი და თან დასავლურ კაპიტალს კიდე სხვა ხარისხი მოყვება და განსხვავებული ინტერესები მოყვება აღმოსავლურ კაპიტალთან შედარებით, როგორც მოგახსენებთ. რადგან უკვე წელია სრულდება, შეიძლება თქვას ეს ბოლო ექსპოა, რაც გაიმართა მიმდინარე წელს ექსპო ჯორჯიაში, შეფასება მინდა რომ გთხოვოთ, როგორი იყო ექსპო ჯორჯიასთვის 2025 წელი, რამდენად აქტიური იყო ბიზნეს სექტორი გამოფენების კუთხით და როგორ იცვლება ეს ტენდენცია და მათ შორის მიდგომები კომპანიების მხრიდან. მადლობა ამ კითხვისთვის. არ იყო ადვილი, ცხადია, იმიტომ რომ თვითონ იმ განწყობიდან გამომდინარე, რომელიც არის, განწყობა მოქმედებს, მოგეხსენება ძალიან თვითონ ეკონომიკაზე და ეკონომიკურ აქტივობაზე. ამიტომ ჩვენ ფიქრობდით, რომ რამდენად რისი გაკეთება შეგვიძლია, ვთქვათ, ამის ან მაკომპენსირებლად ან რაღაც. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად გვიაქტიურა. იმისთვის, რომ დავინახეთ, რომ რეალურად რაღაც გადარჩენის რეჟიმში მოგვიწია ყოფნა. პრინციპში იგივე დავინახეთ ჩვენ კომპანიებშიც და მონაწილე კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა, ანუ იმის მიუხედავად, რომ რაღაც ესეთი განცდა იყო, რომ თითქოს რა დროს გამოფენებია დაახლოებით ესეთი ის ჰქონდა, მაგრამ დავინახეთ, რომ პირიქით ამ დროს გამოფენებმა, ამ დროს აქტივობამ შეიძინა სულ სხვა მნიშვნელობა. და ამიტომ ის კომპანიები ჩვენი ტრადიციული პარტნიორები ახლაც წელსაც ჩვენს გვერდით იყვნენ და ასევე დაგვემატა ბევრი ისეთი ახალი კომპანია, რომელსაც მანამდე გამოფენაში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომ ქონდა ახალი პროექტებიც, ახალი პლატფორმები, ასევე დაგეგმილი გვაქვს კიდე დამატებითი პროექტების განხორციელება მომავალ წელს ახალი შინაარსით. აი შევხედოთ რა გამოგვივა. ყველაფერი დამოკიდებულია ცხადია იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვართ, რომელიც არ არის სასურველი გარემო არც ერთი ბიზნესისთვის და საგამოფენო სივრცე არ არის გამონაკლისი ამ კუთხით. დიდი მადლობა რესან, წარმატებები კიდევ ერთხელ. წელს ნამდვილად ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო წელი გქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ 2026 და მომდევნო წლები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართულ ბიზნესს. მადლობა თქვენს, ძალიან გამორჩეული პროექტი ხართ და შეძლებთ, რომ ასე ვთქვათ, ნულიდან აგეწყოთ რაღაც ესეთი მნიშვნელობის თქვენს პლატფორმა ამ ინდუსტრიისთვის და დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა წარმატებები, რესან ქიქავა იყო უძრავი ქონების პროსპექტის სტუმარი. ამჯერად ჩვენი სტუმარია მაკა სურგულაძე, რემაქსის მასტერ ფრანჩაიზერი საქართველოში. მაკა, მოგესალმებით. გამარჯობა გუგა, მოგესალმებით. ვისაუბროთ ასეთი გამოფენების მნიშვნელობაზე
და ასევე თანამშრომლობაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიასა და უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას შორის არსებობს. ბატონო, დიდი მადლობა გუგა ამ შესაძლებლობისთვის, რომ გამომეთქვა ჩემი აზრი პირველ რიგში ამ გამოფენის ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. არაერთხელ გავაჟღერებ BMG-სთან სტუმრად ყოფნის დროსაც ეთერში და არ დავიღლები ამის გამეორებით, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც თქვათ საგამოფენო სივრცეში და უძრავი ქონების სექტორში დამოუკიდებელი გამოფენის მცდელობა არის, სადაც გაერთიანებული და ერთად არის თავმოყრილი ერთ სივრცეში, აი ამ ლეგენდარულ ასე ვთქვათ მე-11 პავილიონში ამ სექტორის ყველაზე ესეთი ძირითადი საკვანძო მოთამაშეები, ხო? როგორც არის მაგალითად დეველოპერული კომპანიები, როგორც არის ადგილობრივი და საერთაშორისო საბროკერო კომპანიები და რაც ყველაზე მთავარი არის ფოკუსირებული მიზანმიმართული მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებული არის პირდაპირ თქვათ უძრავი ქონების შეძენით ან გაყიდვით. და ამისთვის მე მინდა რომ პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ამ გამოფენის ორგანიზატორებს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ექსპო ჯორჯიას მთელ გუნდს, პირადად რესან ქიქავას, მარიამ ცაიშვილს, მარიამ დემურიას, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ დღეს ასეთი ფორმით მიგვეღო ჩვენ ეს ღონისძიება. გამოფენა მხოლოდ ასე ექსპოზიციით არ შემოიფარგლება და საკონფერენციო ნაწილიც არის ძალიან უხვად და საინტერესო წარმოდგენილი და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის დამსახურება არის ის, რომ დღეს ამ გამოფენაზე დაახლოებით 30 საერთაშორისო ვიზიტორი ყავს, საერთაშორისო სტუმარი, ზოგი რამოდენიმეჯერ არის უკვე ჩამოსული საქართველოში, ზოგი პირველი ვიზიტით არის წარმოდგენილი. მაგა ჩვენ როგორც გვახსოვს წინა წლებშიც ეს თანამშრომლობა საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა გამოფენები ტარდებოდა კავკასიის ბილდთან ერთად. რატომ გადაწყდა ცალკე, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არის პირველი ნაბიჯები და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ცალკე? იცით რა, კავკასიის ბილდი ეს არის სამშენებლო გამოფენა და ამ სამშენებლო გამოფენის ფარგლებში პირველი მცდელობა იყო ზუსტად 2023 წელი იყო თუ არ მეშლება, როდესაც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ინიცირებით მოხდა უძრავი ქონების კვირეულის ინტეგრირება ამ მისი რა ქვია კავკასიის ბილდის ფარგლებში და აქ დავინახეთ, რომ ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა როგორც ბროკერების მხრიდან, ასევე ვიზიტორების მხრიდანაც, ვთქვათ, ამ მიმართულების ჩართვაზე და გადაწყდა, რომ შემდეგმა გამოფენამაც ეს ამ ინტერესის, ასე ვთქვათ, ზრდა დააფიქსირა და ამიტომ გადაწყდა, რომ ცალკე გამოყოფილიყო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ კავკასიის ბილდი თავისი შინაარსით მაინც უფრო სამშენებლო ინდუსტრიასთან ასოცირებული ეს არის, რა ქვია, გამოფენა. მე ვფიქრობ, რომ კარგ სტარტს აიღებს ეს წლევანდელი გამოფენა და უკვე ტრადიციად დაინერგება, განვითარდება ალბათ დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ თვითონ სექტორი ვითარდება, ხო და ესეთი ტიპის გამოფენები გარკვეულწილად უწყობენ ხელს, ხო, ამ სტრუქტურირებას მისი, რა ქვია, თვითონ სექტორის და ვფიქრობ, ახლა თუ ჩვენი ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე იქნება, შესაბამისად ეს გამოფენაც, ასე ვთქვათ, გაფართოვდება, გაიზრდება და უკვე ვთქვათ რეგიონალურ მასშტაბსაც მიიღებს. მაგას ლეონელ გამოფენაში თქვენ ახსენეთ, რომ დეველოპერებმაც მიიღეს მონაწილეობა და უძრავი ქონების სააგენტო, საბროკერო და სხვადასხვა კომპანიები. რამდენად მაღალი იყო ინტერესი და ესეც რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ ინდიკატორად, რომ მომდევნო პერიოდში ეს გამოფენა კიდევ უნდა გაიზარდოს. კი ბატონო, იცით რა არის გუგა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ცოტა ესე ტურბულენტურ გარემოში ვართ, ხო? შიდა, ასე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბითაც და გარე მასაც შედარებით ეს ტურბულენცია რაღაცნაირად ინერტულობას აჩენს მაშინ, რა ქვია, საზოგადოებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეხლა რაც ვთქვათ, ამ გამოფენამ აჩვენა არის ის, რომ ინტერესი, ვთქვათ, დეველოპერების მხრიდან და ბროკერების მხრიდან არსებობს და მზარდია იმისთვის, რომ მათ რაღაცნაირად თავისი ესეთი საკვანძო ადგილები დაიჭირონ ამ ინდუსტრიაში. რადგან წლის ბოლო პერიოდია შეიძლება ითქვას და საუბრობთ ტურბულენტურ გარემოს და ასე შემდეგ, ასოციაცია როგორ აფასებს მიმდინარე
მიწურულ წელს 2025 როგორი იყო ინდუსტრიისთვის, რა გამოწვევების გადალახვა მოგიწია? ხო, გამოწვევები ძალიან ბევრი იყო. ეხლა ჩვენ არ ვიცი უსმენდით თუ არა, გახსნაზე TBC კაპიტალის კვლევა იყო გამოტანილი და ამ კვლევაში ძალიან კარგად ჩანს რა ტენდენციები არის ზოგადად ჩვენ ბაზარზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ბაზარი ამ მომენტისთვის რაღაცნაირად თვითგადარჩენის ინსტინქტში იმყოფება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ ამას, რა ქვია, ბაზარს. აქედან გამომდინარე, ასოციაციაშიც დაახლოებით იგივე გვაქვს, რა ქვია, არა გვაქვს ახლა შეჯამებული ბოლო, ასე ვთქვა, მონაცემები მიმდინარე წლის და ასე რომ როდესაც გადავავლებთ თვალს და უფრო ესეც საფუძვლიან მას გავაკეთებთ, ალბათ უფრო კონკრეტულად შევძლებთ ამ თემაზე პასუხის გაცემას. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო პერიოდში ნამდვილად კიდევ უფრო მასშტაბური გახდება აღნიშნული გამოფენა, როგორც მონაწილეების, ქართველი მონაწილეების, ასევე საერთაშორისო მონაწილეების მხრივ. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ ესეთი ინტერესისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ თქვენი როლი ძალიან დიდი არის ამ სექტორის საბოლოო, ასე ვთქვათ, ფორმირებაში, სწორ ფორმირებაში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ექსპო ჯორჯიამ 5-6 დეკემბერს უძრავი ქონების მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა, სადაც დაახლოებით 50 დეველოპერული კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა დეველოპერები, ბროკერები, ფინანსური ინსტიტუტები და ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მომსახურების მიმწოდებლები, როგორც საქართველოდან, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. მონაწილე კომპანიებს შორის იყო Room Development დეველოპერი, რომელმაც მიმდინარე და სამომავლო პროექტებით დამსწრე აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება მიიპყრო. Room Development პირველად არის უძრავი ქონების გამოფენაზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მომხმარებელს უფრო ახლოს და გარკვევით მივაწოდოთ ჩვენი ქონების შესახებ ინფორმაცია. ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უძრავი ქონების სექტორისთვის მსგავსი ღონისძიებები, რადგან მარტივია ცდომა მოსახლეობასთან და არსებულ, ასე ვთქვათ, გაყიდვების სექტორთან. კომპანიამ გამოფენაზე წარადგინა დიღომის 7-ის პრემიუმ პროექტი, საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა პანორამული ხედებით და ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემოში მდებარეობით. პროექტი 3500 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიაზე ხორციელდება და მოიცავს 10 სართულიან კორპუსს 116 ბინით. კომპლექსის ფარგლებში დაგეგმილია 2300 კვადრატული მეტრი კერძო პარკისა და მიწისქვეშა ავტოპარკის მოწყობაც. სამშენებლო კონსტრუქცია უკვე 95%-ით არის დასრულებული, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება ენერგოეფექტური მასალებით. ბინები მყიდველებს მწვანე კარკასის მდგომარეობით გადაეცემათ. Room Development 7-ის პროექტი მდებარეობს აღმაშენებლის ხევილიდან 100 მეტრში, ძალიან ახლოს თბილისის მოლთან და უნივერსიტეტთან. პროექტი გამორჩეული არის უნიკალური ხედებით ქალაქზე, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემოში მდებარეობს. შენობის გარშემო ტერიტორიაზე მოწყობილია 2300 კვადრატულ მეტრზე კერძო პარკი და შენობას აქვს მთლიანად მიწისქვეშა ავტოსადგომი. შენობის კონსტრუქციის 95% მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, რომლისთვისაც ვიყენებთ ძალიან მაღალი ხარისხის ენერგოეფექტურ მასალებს. ბინებს შორის სამეზობლო ტიხრებისთვის გამოყენებულია გამყოფად ორმაგი ბლოკი და ხმის იზოლაცია, რაც ძალიან დიდ კომფორტს უქმნის შენობის მაცხოვრებლებს. Room Development უკვე 3 წელია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 2 პროექტი დაასრულა. მათ შორის კრწანისის ქუჩაზე მდებარე 34 ბინიანი კომპლექსი, რომელიც უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ბინების 98% გაყიდულია. უძრავი ქონების გამოფენაში წელს მონაწილეობას იღებს თბილისის ბულვარი და ჩვენი სტუმარი ახლა სწორედ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გვანცა გვარამაძეა. გვანცა, მოგესალმებით. მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და გვიერთდებით ექსპოდან. პირველ რიგში მინდა რომ მოვიკითხოთ თქვენთან ეს პროექტი. უძრავი ქონების პროსპექტის მაყურებელს დიდი ხანი არ ქონია ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, როგორ მიდის განვითარება, რა ტიპის სამუშაოებია დასრულებული ამ დროისთვის და როგორია სამომავლო გეგმებიც პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მადლობა თეთია. თბილისის ბულვარის პროექტის განახლება რომ გავუზიაროთ მაყურებელს აქტიურად მივყვებით იმ დინამიკას განვითარების, რაც გვქონდა დაგეგმილი
პირველი ბლოკის, რომელიც აერთიანებს ორ კორპუსს, ჯამში 190 ღვინე ერთეულს. კარკასი დასრულებული არის, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. გაყიდვები წელიწად ნახევრის წინ დავიწყეთ ამ ბლოკში და მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით ძალიან კარგი შედეგი არის და დარჩენილი გვაქვს მხოლოდ რამდენიმე ერთეული ბინა. ასევე დავიწყეთ უკვე მოსამზადებელი სამუშაოები გვერდით მდგომი საცხოვრებელი ბლოკის, რომელიც 210 ბინა ერთეულს გააერთიანებს და ამავდროულად მიმდინარეობს 277-მდრიანი სასტუმროს მშენებლობა ზღვისპირას, თავისი ზღვისპირას ასეირნო ბულვარით და ყველა იმ ბენეფიტით, რაც აი ამ ტერიტორიას მიმდებარედ გააჩნია. Quantum პროექტი არის თბილისის დეველოპმენტთან შედარებით საკმაოდ გამორჩეული და განსხვავებული, რადგან აქვს უნიკალურობა თბილისის ზღვა და ბულვარი და ამიტომაც ქვია პროექტს თბილისის ბულვარი. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ინტერესდებიან ესეთი გამორჩეული და განსაკუთრებული პროდუქტით? ყოველთვის მიხარია კარგი შეფასებები თბილისის ბულვარზე, იმიტომ რომ წელიწად ნახევარია, რაც ჩვენ დავაანონსეთ ეს პროექტი. და ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში თბილისის ბულვარის გუნდმა შეძლო ის შედეგი დაედო, როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე ბრენდის ცნობადობის კუთხით, მშენებლობის ტემპის მიხედვით, რაც შეიძლება რომ სხვადასხვა პროექტს 5, 6, 7, 8 წელი სჭირდება ხოლმე. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მყიდველებს არ უთავაზობთ, ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ საცხოვრებელ ბინას. ჩვენ ვყიდით ყველა იმ საჭიროებას, რაც დღეს თითოეულ ჩვენგანს უდგას. ძირითადად დაინტერესებულები არიან ადგილობრივები, იმიტომ რომ დღეს თბილისში დეფიციტი არის ესეთი პროექტის, როგორც თბილისის ბულვარი არის. დეფიციტი არის ადგილის, სადაც შეგიძლია იცხოვრო იმ გარემოში, რაც გაძლევს საშუალებას, რომ 5 წუთის სავალზე გქონდეს აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურა, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის გჭირდება და ყველაზე მთავარი შეგიძლია იცხოვრო იქ, სადაც სუნთქავ, იცხოვრო გარემოში, სადაც არ არის დაბინძურებული ჰაერი და სადაც ჟანგბადი არის. გქონდეს ზღვის ხედები და ცხოვრობდეს ზღვის პირას და ამავდროულად უნიკალური ტყეპარკის გარემოცვაში. Quantum წელს პირველად მიიღეთ ექსპოში მონაწილეობა და თუ შეიძლება გაგვიზიაროთ, რატომ გადაწყვიტეთ და როგორი კმაყოფილი ხართ ექსპოში მონაწილეობით. მსგავსი ტიპის უძრავი ქონების გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. მით უმეტეს, როდესაც ადგილზე მოსულს ისეთი პროექტი ხდება, როგორც თბილისის ბულვარია. გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან საინტერესო იყო ის შეხვედრები, რაც შედგა და ის დაინტერესება რეალურად იმაზე დიდი იყო ჩვენ პროექტზე, ვიდრე ამას ველოდით. აუცილებლად ველოდებით მსგავსი ტიპის გამოფენების განვითარებას და ბულვარი ყოველთვის იქნება მონაწილე მსგავსი ტიპის ღონისძიებების. ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანია არა მარტო იმისთვის, რომ შენი ბრენდის პოზიციონირება მოახდინოს სწორად, არამედ მიმდინარე პროექტები, რაც არის ამ სფეროში, ამის გასაცნობად, შესასწავლად, ერთმანეთის გამოცდილების გასაზიარებლად, შესაბამისად უკვე ველოდებით შემდეგ წელს იგივე ტიპის გამოფენას. წარმატებები გვანცა, მადლობა თქვენი დროისთვის. გვანცა გვარამაძე იყო უძრავი ქონების პროსპექტის სტუმარი. გამოფენის ფარგლებში 50-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ჩვენი კოლაჟიდან გიყვებით ამბებს საინტერესო პროექტებთან დაკავშირებით. უძრავი ქონების ექსპო 2025 ვიზუალურად ნამდვილად გამორჩეულია. ადგილზე ძალიან ბევრი საინტერესო კომპანიის საინტერესო პროექტია წარმოდგენილი და ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ჩვენ თვალში მოხვდა მოსვლის პირველივე წამიდან, არის Idea City-ს პროექტი და უფრო მეტ დეტალს შევეცდები, რომ გავიგო კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელისგან, ლიკა სტურვასგან, რომელიც ჩვენს კითხვებს უპასუხებს. ლიკა, მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მოკლედ მინდა რომ მკითხოთ Idea City-ს შესახებ, რა ტიპის სამშენებლო დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენთ და რამდენი პროექტი ხართ ქალაქში წარმოდგენილი. დიახ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ჩაწერისთვის. ჩვენ ამჟამად ვართ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პროექტით ვარკეთილში. ზუსტად ის პოინტის უკან არის 300 მეტრში, ფეხის ავალით. ვარ დეველოპერული კომპანია, როგორც მოგეხსენებათ და ძალიან გვიხარია, რომ ექსპო ჯორჯიაზე გამოვედით პირველად და თან ნაცნერად ძალიან განსხვავებული პროექტით და მგონია, რომ ეს მაკეტი ძალიან ასახავს ჩვენ როგორი კონცეფცია გვქონდა, რომ მაქსიმალური ხაზგასმა ხარისხზე, რადგან ჩვენი პროექტი არის ეკონომ ბაზარში
და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ თვითონ ბინის გეგმარებებზე. ჩვენმა გეგმარების ექსპერტებმა ძალიან ბევრი თვე დახარჯეს იმაში, რომ 30 კვადრატშიც კი საცხოვრებელ ბინებში ყოფილიყო ჩაკეტილი სამზარეულო, დიდი აივნები და ყველა ის რეალური მინიმალური საბაზისო აუცილებლობები, რაც უნდა იყოს ბინაში, რასაც დღეს გვაწვდიან როგორც კომფორტებად. ეთყობა თქვენს მაკეტს, რომელიც განსაკუთრებულია ყველა პროექტის და ყველა კომპანიის მაკეტი ეხება უშუალოდ საცხოვრებელ პროექტს და ამ შემთხვევაში არის წარმოდგენილი ბინა, როგორ იგეგმარება და ამიტომ ძალიან საინტერესოა ამ კონცეფციის თემაზეც ვინ იმუშავა და დაინტერესება როგორია მომხმარებლების. ძალიან შეგნებული გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან, რომ ფასადის მაკეტი კი არ გაგვეკეთებინა, შეგვეკვეთა ეს მაკეტი ახალგაზრდა რეალურად არტისტისთვის, რომელიც ამ მაკეტებზე ძალიან სხვა კუთხით მუშაობს. ჩვენ რენდერები ძალიან სახასიათო გავაკეთეთ და ამ რენდერებში ძალიან ბევრი დეტალი ჩავსვით. მადლობა წარმატებები. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას რა თქმა უნდა იღებს კომპანია Citizen-ი და მისი გაყიდვების მენეჯერი მეკო იაკობიძეა ჩვენთან ერთად და მასთან ერთად შევეცდები მიმოვიხილო რა მნიშვნელობა აქვს Expo 2025 მეკო ღმერთობისა მადლობა თქვენი დროისთვის. Citizen-ი წარმოდგენილია და ვხედავთ მისი მიმდინარე პროექტებსაც. Expo-ში მონაწილეობის მნიშვნელობა რა არის თქვენთვის და ის შეთავაზებები რაც მიმდინარე წელს გამოიტანეთ მომხმარებლებმა. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. Როგორც იცით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ასევე სამომავლოდ ვაპირებთ ექსპოზე, ასე ვთქვათ, ჩვენი პროექტების აშენებას და განვითარებას. დღეს წარმოდგენილი ვართ ჩვენი პროექტით ერთ-ერთით, რომელიც მდებარეობს თამარაშვილის ქუჩაზე. ეს არის Citizen Central Park-ი, რომელიც შედგება 4 საცხოვრებელი ბლოკისგან და ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული შედევრისგან და ასევე დღეს მოწვეულ სტუმრებს და ვიზიტორებს ვთავაზობთ სხვადასხვა სიურპრიზებს, შეთავაზებებს და რაც თავარია მოქნილ გადახდის გრაფიკს. ადგილობრივი დამთვალიერებლების გარდა არიან უცხოელი გაყიდვების წარმომადგენლებიც, რომელი ქვეყნებიდან გსტუმრობენ და რომელ ბაზრებზეა საქართველოს უძრავი ქონება საინტერესო? კი ბატონო, საქართველოს უძრავი ქონება საინტერესოა როგორც ისრაელი, ასევე სომხეთი, რუსეთი და მეზობელი ქვეყნები, რომლებიც მჭიდროდ არიან, ასე ვთქვათ, ჩვენთან სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობით. მადლობა, წარმატებები. დიდი მადლობა თქვენს. შემდეგი სტენდი და შემდეგი კომპანია, სადაც გადმოვინაცვლეთ, არის სიმეტრია, რომელიც ტრადიციულად წელსაც ესწრება უძრავი ქონების გამოფენას. დათო ბუაძე, კომპანიის გაყიდვების დირექტორია ჩვენთან ერთად. დათო, მოგესალმები. როგორც ვახსენე, ყველა წელს, როცა BMG მოდის გადაღებაზე, აუცილებლად სიმეტრიაც წარმოდგენილია გამოფენას. წელს ცოტა განსხვავებული ფორმატია, რადგან დეველოპერული სექტორი გამოიყო, შეიძლება ითქვას, სამშენებლოს და ცალკე იმართება. რა მნიშვნელობა აქვს ამას ინდუსტრიისთვის და თქვენი მონაწილეობის მიზნებიც რა არის? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა ჩვენი სტენდის მონახულებისთვის. ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ კი ტრადიციულად ვესწრებით მოცემულ გამოფენას. გვაქვს ჩვენი პროექტები წარმოდგენილი ყოველწლიურად. წელსაც წარმოდგენილი გვაქვს ორი მიმდინარე პროექტი, სიმეტრია პარკი, აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მთაწმინდაზე და სიმეტრია ჯიქია, მულტიფუნქციური კომპლექსი საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას და სანდროულის ქუჩების გადაკვეთაზე. წელს მოცემულ გამოფენა ძალიან მაღალ დონეზე, მაღალი შესრულებით ჩატარდა, ძალიან დიდი იყო აქტივობა და რა თქმა უნდა ძალიან კარგი გადაწყვეტა მიიღეს გამოფენის ორგანიზატორებმა, როდესაც კონცენტრაცია და მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინეს მხოლოდ დეველოპერებზე. ადრე იყო შერეულად, იყო კავკასიის ბილდთან ერთად და წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია. მიღმა ქართველი დამთვალიერებლებისა წლევანდელ ექსპოზე წარმოდგენილი იყვნენ 30 სხვადასხვა უცხოელი გაყიდვების კომპანია. ვინ არიან, ვინ ინტერესდება საქართველოში უძრავი ქონების ყიდვით და გეოგრაფია იცვლება თუ არა წლიდან წლამდე? შემიძლია აღვნიშნო, რომ ის კომპანიები, რომლებიც ადრე იღებდნენ მონაწილეობას, ჯერ კიდევ არიან წარმოდგენილი, რაც შეეხება დამთვალიერებლებს, იზრდება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონიდან აქტიურობს მაინც ყოველთვის ისრაელიდან მოსული მომხმარებლები, ასევე ძალიან დიდია დაინტერესება პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა მინდა წელს აღვნიშნო, ძალიან ისე დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა, რომ ევროპული ქალაქებიდან, ევროპული ქვეყნებიდან შემოგვიერთდა ძალიან ბევრი დამთვალიერებლები და არა მარტო ევროპიდან. დღეს მაგალითად ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარე იყო იაპონიიდან და აზიიდან წარმოდგენილი. შედარებით ახალი ბაზარია. წელი როგორი იყო სიმეტრიასთვის მოკლედ ესეც რომ შევაჯამოთ, ვიდრე შემაჯამებელ გადაცემაში მოგიწევთ?
წელი ტრადიციულად სიმეტრიასთვის იყო ძალიან ბევრი გამოწვევებით ახსავსე, თუმცა ყველა გამოწვევა დაძლეული იყო. ყველაფერს შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი გამოწვევა და სირთულე გადავლახეთ და აქტიურად ვაშენებთ და ვალამაზებთ ქალაქს. ეფექტურ სარგებელს ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის. თბილისთან ერთად რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობდა ბათუმშიც, რომელიც სამშენებლო უძრავი ქონების და ტექნოლოგიების მიმართულებას ფარავდა და ტრადიციულად გამოფენაში მონაწილეობას იღებდა ტექნოჯიმიც, რა ტიპის შეთავაზებები ქონდა მომხმარებლებისთვის და სიახლეებს სთავაზობს ზოგადად ბაზარს იტალიური ბრენდი, დეტალებს სიუჟეტიდან გიყვებით. ფიტნეს აღჭურვილობების მწარმოებელი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი ტექნოჯიმის სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-14 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. გამოფენა ბათუმში სასტუმრო შერატონში 5, 6 და 7 დეკემბერს გაიმართა. ვიღებთ მონაწილეობას ბათუმის რიგით მე-14 სამშენებლო გამოფენაში, სადაც წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი სტენდი, დანადგარები, უახლესი დანადგარებით და მთავარი მიზანია პრეზენტაცია გავუკეთოთ და ვაჩვენოთ ვიზიტორებს რას ვთავაზობთ მომხმარებელს. გავუსვათ ხაზი ჩვენ სერვისებს, შევთავაზოთ დაგეგმარების სერვისი, გაუმარტივოთ ის საქმე, რომ დაუპროექტოთ ნულიდან შეიძლება ითქვას ფიტნეს სივრცეები, იტალიელების ჩართულობით და შევთავაზოთ რაც შეიძლება უფრო გამარტივებული და საუკეთესო არჩევანი ამ სფეროში. ტექნოჯიმი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელიც ბაზარს მაღალი სტანდარტების ფიტნეს აღჭურვილობებთან ერთად ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ვარჯიშის ინტეგრირებულ ციფრულ ეკოსისტემას თავაზობს. ბრენდისთვის საქართველო მზარდ ბაზარს წარმოადგენს, სადაც როგორც პროფესიონალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე პრემიუმ სეგმენტის სახლის ფიტნეს გადაწყვეტილებებზე მაღალი ინტერესი ფიქსირდება. საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ აქტიურად ვითარდება wellness ინდუსტრია და wellness-ით დაინტერესებული ხალხი უფრო და უფრო მატულობს. შესაბამისად, ჩვენი კომპანია მათ თავაზობს არა მარტო კომერციული დანიშნულების დანადგარებს, არამედ სახლისთვის განკუთვნილებს. იქიდან გამომდინარე, რომ გარდა კომერციული დარბაზებისა, საკმაოდ პოპულარული ხდება სახლის დარბაზები. შესაბამისად, ეს სერვისი ჩვენი დაპროექტირების ანალოგიურად სახლის დარბაზებზეც მოქმედებს და სახლის დარბაზებისთვის ვთავაზობთ უფრო მეტ საშუალებას და ვარიაციას, ისეთი როგორიც არის მრავალფუნქციური დანადგარები, ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული დანადგარები, სადაც მწვრთნელი არის ჩაშენებული და უფრო გამარტივებულს ვხდით ვარჯიშს სახლის პირობებში. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციას, ღონისძიება კი საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის ბრენდის უახლესი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების წარდგენისთვის. ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ვიმყოფებით, ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ საქართველოში, არა მარტო თბილისში და ბათუმში, არამედ სხვადასხვა რეგიონებშიც. შესაბამისად, კომპანიის მთავარი მიზანი და გეგმა გახლავთ, რომ wellness ინდუსტრიის გავრცელება მაქსიმალურად დაუდგეთ იმ ხალხს გვერდში და მხარში, ვინც ცდილობს რაიმე წვლილის შეტანას ამ wellness ინდუსტრიის გავრცელებაში და ჩვენი მთავარი მიზანიც არის ვაჩვენოთ კლასი, პროფესიონალიზმი, ხარისხი და გაუწიოთ საიმედო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ტექნოჯიმის სტენდზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პრემიუმ კატეგორიის ფიტნეს აღჭურვილობას, ინოვაციურ ტრენინგ პლატფორმებს და ციფრულ სისტემებს, რომლებიც სრულად პასუხობს როგორც თანამედროვე სპორტული დარბაზების, ასევე სასტუმროებისა და wellness სივრცეების საჭიროებას. ბრენდი ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. ექსპო ჯორჯიაში ჩვენი შემდეგი სტუმარი იდეა დეველოპმენტის გაყიდვების ხელმძღვანელი გიგი იორდანიდია. გიგი, მოგესალმებით. მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. იდეა დეველოპმენტი ჩემი დაკვირვებით ყველა ექსპოში იღებს მონაწილეობას, რაც იმართება უძრავი ქონების მიმართულებით. მოდი აქედან დავიწყოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის ამ ტიპის გამოფენებში მონაწილეობის მიღება და რას აძლევს კომპანიას ეს? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ექსპო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანია ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად ფაქტიურად ყველა ექსპოზე რაღაც სიახლით გამოვდივართ რა. ეხლა უკვე გვაქვს წარმოდგენილი ორი ახალი პროექტი, პირველი უკვე გაყიდვებით დაწყებული არის და შესაბამისად კარგი ტემპით მიმდინარეობს გაყიდვები. მეორე შემთხვევაში დავაანონსეთ მცხეთის ქუჩის პროექტი, რომლის გაყიდვებს დავიწყებთ უკვე მომდევნო წელს.
და უკვე ფაქტიურად ჩვენი დიდი პროექტი რაც არის იდეა პანორამა 1 დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენი მაცხოვრებლები უკვე ამ თვეში შევლენ სარემონტოდ ამ პროექტში. გარდა პროექტებისა რამე განსაკუთრებული შეთავაზებებიც ხომ არ გაქვთ ხოლმე ექსპოების დროს წარმოდგენილი და როგორ ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ასეთ ღონისძიებებზე კომპანიებმა გააკეთონ ისეთი განსხვავებული შეთავაზებები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის სპეციალური შეთავაზებები, ჩვენი გუნდი ერთად ხდებით ყოველი ექსპოს წინ, როცა ეს მოსამზადებელი პერიოდი არის და ძალიან დაკვირვებით, ასე ვთქვათ, განვიხილავთ ამ სპეციალურ შეთავაზებას, რომ მაქსიმალურად მართლაც არის სპეციალური შეთავაზება, იმიტომ რომ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, ჩვენ თვალყურს ვინც გვადევნებს ჩვენ კომპანიას და ასევე ძირითად შემთხვევაში ჩვენ შეთავაზებებს შეუძლიათ ნახონ, რომ ყოველ წელს ექსპოსთვის ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზება, რაც მანამდე არ ქონია. არც ეს ექსპო არის გამონაკლისი, ზოგადად ექსპოებზე დამთვალიერებლისთვის და ასე ვთქვათ ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სპეციალური შეთავაზებები და როგორც გითხარით, ეს არის გამონაკლისის სახით ექსპოსთვის ჩვენი სპეციალური შეთავაზება. გიგი, წინა ექსპოებზეც და ამ ექსპოზეც უძრავი ქონების ასოციაციის ჩართულობით წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან უცხოური სააგენტოები. თქვენი კომპანიისთვის თქვენი კომპანიის მიმართ რამდენად მაღალია დაინტერესება საერთაშორისო ინვესტორებისგან და მომხმარებლებისგან? კი ბატონო, ჩვენ კომპანიაზე რო ვთქვათ კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი ეხლამშენებლობები არის გიორგი დანელიას ქუჩაზე, ვაკე საბურთალოზე. ეს ქუჩა არის განვითარებადი და უცხოელების როგორც საინვესტიციო ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ თბილისი ვითარდება მაგ მიმართულებით და შესაბამისად ყველაზე ხელსაყრელი მომენტი არის ახლა ინვესტიციის ჩადებისთვის. ჩვენ ვართ წევრები უძრავი ქონების სააგენტოსი და შესაბამისად ძალიან დიდი გამოხმაურება არის ჩვენ პროექტებთან დაკავშირებით ამ უცხო პარტნიორების მხრიდან. ექსპოსაც რომ გავცდეთ და წელი შევაბჯამოთ, რადგან უკვე დეკემბრის მეორე ნახევარში გადავინაცვლოთ, შეიძლება ითქვას, როგორი იყო იდეა დეველოპმენტისთვის 2025 წელი, რამდენად იყო გამოწვევების წელი და გაყიდვების კუთხით ის მოლოდინები, რაც წლის დასაწყისში ჰქონდათ, გამართლდა თუ არა? კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაყიდვების მიმართულებით ძალიან კარგი წელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ წელს დაგვემატა, როგორც გითხარით, ჩვენი ახალი პროექტი იდეა პანორამა 2-იც, იდეა პანორამა 1 უახლოვდებოდა უკვე დასასრულს და ძალიან საინტერესო იყო, კონტრასტიც ჰქონდა, რომ ერთი პროექტი დასასრულს უახლოვდება, ერთი პროექტი დავიწყეთ და შესაბამისად ძალიან კარგი იყო იმის დასანახად, რომ ადამიანს ვისაც უნდა საწყის ეტაპზე პროდუქტი ჰქონდა და ადამიანს ვისაც უნდა ბოლო ეტაპზე პროდუქტი ჰქონდა და შესაბამისად ამან ძალიან იმოქმედა გაყიდვებზეც და რა თქმა უნდა ზრდა იყო წინა წელთან შედარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რა ღირდა პანორამა 1-ში პროექტის დაწყებისას უძრავი ქონება, დღეს რა ღირს და ის ვინც წინა პერიოდში იყიდა, რა ტიპის ამონაგები მიიღო ამ ნაწილში, რა არის მოგება? ნახეთ როგორ არის პანორამა 1-ის შემთხვევაში, ესე იგი ჩვენი გაყიდვები დაემთხვა ბაზრის ასე ვთქვათ მაღალ ზრდას, რაც ყველამ ვიცით, დიახ და შესაბამისად დღეის მონაცემებით ხა დასაწყისიდან ბოლომდე რო ვთქვათ, შემიძლია ციფრები ხა ზუსტად რო დავასახელო, დაახლოებით აი 60%-ზე მეტი იყო იმათთვის ზრდა, ვინც ანუ პირველ ეტაპზე იყიდა უძრავი ქონება. როგორი მოლოდინები გაქვთ, რა შეიძლება იყოს ჯანსაღი ზრდა, იმიტომ რომ ასეთ ფაქტორები რაც წინა პერიოდში ქონდა აღარ არსებობს. იცით რა, ციფრებში გამიჭირდება თქმა, მაგრამ რეალურად ეხა ბაზარი დასტაბილურებულია და ძალიან კარგი ანალიზის გაკეთება შეიძლება თუნდაც ინვესტორისთვის ან მყიდველისთვის, რომ რეალურად აი ამ წლების მიმართულებით სტაბილური ზრდა კონდეთ მათ თავის შენაძენზე თუ ინვესტიციაზე და ჩვენ შემთხვევაში ემატება ის, რომ თვითონ ხარე არის განვითარებადი და სტანდარტულ შემთხვევას, რომ უძრავ ქონებას ყიდულობს საწყისში და შემდეგ მოგებას ნახულობს, ამას ემატება თვითონ ქუჩის, ასე ვთქვათ, ზრდა და ინფრასტრუქტურის განვითარება ამ მიმართულებით. კომპანიის გეგმები უკავშირდება პანორამა 2-3 ეტაპზე თუ გეგმავთ კიდევ სხვა პროექტების დაწყებას? როგორც
როგორც გითხარით, თვითონ ექსპოზე ექსკლუზიურად გამოვიტანეთ და ამისთვის ვამზადებდით ამ ყველაფერს, რომ ვაკეში მცხეთის ქუჩაზე დავაანონსეთ ექსკლუზიურად ექსპოზე ჩვენი პროექტი და ასევე სამომავლო პროექტიც გვაქვს და ჩვენ სტენდთან ვინც იყო ეს პროექტები უკვე იხილა და ინფორმაცია მიიღო და თქვენი მაყურებელიც უკვე ჩვენი ასე ვთქვათ ვებ გვერდის თუ Facebook გვერდის საშუალებით გაიგებს ამ სიახლეებს სამომავლო წლიდან იწყება ეს პროექტები. 26 წლიდან იქნება ჩვენი პროექტები. წარმატებები გიგი, მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხისათვის. დიდი მადლობა წარმატებები. კიდევ ერთი პროექტი, რომლის შესახებაც მიმდინარე კვირის გამოშვებაში მოგიყვებით, თბილისის აკრებს ეხება. ბოლო თვენახევრის განმავლობაში რა ტიპის სამუშაოები შეასრულა კომპანიამ, დეტალების გასაცნობად ადგილზე გიორგი ისაკაძე იმყოფებოდა და დამატებით ინფორმაციას მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუდან გთავაზობთ. დაახლოებით 2 თვენახევრის წინ, როცა აქ ვიყავით, სულ სხვა მიზეზით, არანაკლებ სასიამოვნოთი, როცა კიდევ ერთი პრეზენტაცია შედგა თქვენი პარტნიორების, ბენეფიციარების და მაცხოვრებლების, ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ აქ დაგვხვდებოდა ესეთი აქტივობა და სამუშაოები, მაგრამ ჩემი გამხსნელი კითხვა მაინც ეხება არქიტექტურას. რომელიც ყოველთვის აქცენტირებს, როგორც გამორჩეული და უნიკალური. თბილისი აკრების არქიტექტურას რა გამოარჩევს? ამით დავიწყოთ. თბილისის აკრების არქიტექტურა უნიკალური არის და უპრეცედენტო არის, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ 62 ჰექტარზე დაგეგმარდა ჯერ უბნის არქიტექტურა და შემდგომ ინდივიდუალურად კორპუსები. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს ამხელა განაშენიანების გეგმა მორგებოდა არსებულ რელიეფს და შემდგომში უკვე დეტალურად ჩავედით თითოეული ფაზის განვითარების კონცეფციაზე. მნიშვნელოვანი ასეთი არის ის, რომ არის თვითმყოფადი. თუ შეგიძლიათ, რომ როგორც განვითარების ხელმძღვანელმა, კომპანიის მიმართულების განვითარების ხელმძღვანელმა ჩაშალოთ, რა არის თვითმყოფადი უბანი? თვითმყოფადობა თავის თავში გულისხმობს, რომ ყველა მომსახურება, ყველა სოციალური, კულტურული, იქნება ეს საგანმანათლებლო ზონები, გამაჯანსაღებელი ზონები, რიტეილ პლაზები, კომერციული დანიშნულების, საოფისო ფართები იყოს, კი ბატონო, იყოს მორგებული უშუალოდ ამ უბანზე, რაც განტვირთავს ქაოტურ თბილისს და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ საფეხმავლო მანძილზე მივიღოთ ეს გამოცდილება. ამ დაგეგმარებაზე ვინ მუშაობდა, როგორ მუშაობდით და თვითონ დაგეგმარებას თბილისის აკრების რა გამოარჩევს? არქიტექტურული კომპანია მიდამო განახორციელა უბნის დაგეგმარება უშუალოდ და შემდგომში ანაგის მშვილობილი კომპანია ანაგი ქოლაბი ჩვენ რომელიც მართავთ თბილისის აკრების განვითარების პროცესს. ისტორია საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეანალიზებინა ბაზრის მოთხოვნები. აქვე აღვნიშნავ, რომ უბნის განვითარება დაბალი განაშენიანების პრინციპით ხდება, მხოლოდ 4 სართულიდან 8 სართულამდე მიმდინარეობს მშენებლობა, რაც ასეთი მოთხოვნადი იყო თბილისელებისთვის და არა მარტო. მშენებლობა, რომელიც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ხორციელდება რომელი კომპანიის მიერ და რეალურად რა ვადებს უყურებს ინა? სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს 36 წლიანი ისტორიით ლიდერი სამშენებლო კომპანია ანაგი, თავისი ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებით და უმაღლესი სტანდარტით. დავიწყეთ სულ რაღაც სექტემბერში, რომლის გახსნაზეც მოგიწვიეთ. ამ ეტაპიდან პირველი ფაზის მიწის სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია და აღსანიშნავი არის სამუშაო სტანდარტითაც უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ფაზის ყველა კორპუსი და ინფრასტრუქტურა ვითარდება ერთობლივად, ერთიანად და კასკადურად. ანუ თითოეულ კორპუსში ახლა რო გადავხედავთ, მიმდინარეობს სამუშაოები, ქვაბულის მოწყობა ფაქტიურად 50%-ზე მეტ კორპუსებში უკვე დასრულებული არის. დღეს ისტორიული შემთხვევა გვაქვს და პირველი კორპუსის საცხოვრებელი სართული ისხმევა უკვე
და როგორც ხედავთ 300-მდე მეტი თანამშრომელი არის მობილიზებული ამ ხელა რელიეფზე. ინა, ის ვადები, რომელიც ანაგმა ამ შემთხვევაში სამშენებლო კომპანია ანაგს გულისხმობ, დაუწესა საკუთარ თავს და კოლაბორაციაში ანაგი ქოლაბთან. რა ვადებს უყურებს თბილისი აკრების სამშენებლო პროცესი და თქვენ რას ამონიტორინგებთ ამ კუთხით? სამშენებლო სამუშაოები, როგორც აღვნიშნე, სექტემბერში დაიწყო, სექტემბრიდან 30 თვეს ითვლის სულ რაღაც, ამიტომაც ყველა მოედანზე გაშლილი არის ფრონტი. ჯერ რომ ამ სამუშაოებს დავასრულებთ, იმიტომ რომ წლის წრებით არის უკვე ძალიან ბევრი სამუშაო შესრულებული. თქვენს მიმართულებაში გამორჩეული ადგილი ისევე როგორც მთელი კომპანიის მეთვალყურეობის ქვეშ უკავია ხარისხს. ჩვენ ვისაუბრეთ არქიტექტურაზე, ჩვენ ვისაუბრეთ დაგეგმარებაზე, ჩვენ ვისაუბრეთ შიდა მოწყობის სრულიად უნიკალურ არქიტექტურაზე, თვითყოფადობაზე, რომელიც უზარმაზარ ინფრასტრუქტურას გამოარჩევს პრაქტიკულად ყველა მიმართულების. როგორ ამონიტორინგებთ და როგორ აქცევთ ყურადღებას ხარისხს და რა არის თქვენთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ამ თვალყურის დევნებით? ამ საკითხზე მოდით პროექტირების ნაწილიდან დავიწყებთ, იმიტომ რომ ხარისხი მოდის პროექტიდან. პროექტში გათვალისწინებულია ყველა ის თანამედროვე გადაწყვეტები, მათ შორის ანუ თვითონ არქიტექტურასაც აქვს ვიტრაჟური სისტემები, ანუ გაშლილი ვიტრაჟები აქვს, რომელშიც გამოყენებულია ალუმინის დავალემისციური მინაპაკეტები. დიდი აქცენტი გავაკეთეთ დათფუნებაზე და ხმის იზოლაციაზე. კედლები 30 სანტიმეტრიანი სისქის გვაქვს, როგორც მეზობელთა შორისო, ასევე საფასადო ნაწილზე. გამოყენებული გვაქვს ვენტილირებადი ფასადები, დათფუნებული ფასადები, ანუ კომპლექტაციაში და აგრეთვე ეკოლოგიასთან მიმართებაშიც, ასე ვთქვათ, გამოვიყენეთ გადაწყვეტა, სადაც გაერთიანებული არის, აი საქვაბე-ქვაბულები ნანახი გექნება თბილისის ბევრ მშენებლობაზე ცალკე რო არიან, ანუ ეგ შეკრული ქვაბულით გვაქვს გაერთიანებული, სადაც გამოსტყორცნა ერთჯერადი არის და არ არის ეგეთი დამაზიანებელი ჯანმრთელობისათვის. ყველაფერი დანარჩენისთვის ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ ანაგი ქოლობის სათავო ოფისში, სადაც ასევე გველოდება კომპანიის დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად გავშლით სხვადასხვა დეტალებს, რაც თბილისი აკრების პროექტს უკავშირდება. ისევ და ისევ საუბარი მინდა რომ გავაგრძელო, ანგნებავს დავიწყო პროექტის უნიკალობაზე. მე მესმის, რომ შეიძლება რაღაცები განმეორდეს აკრებიდან გამომდინარე, მაგრამ მეორეს მხრივ ნანახმა, მშენებლობის ტემპმა და ბოლოს მიმად ვიყავი 26 სექტემბერს თქვენს პრეზენტაციაზე. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დავიწყოთ თვითონ აკრებით, მისი გამორჩეულობით, სხვა პროექტებთან შედარებით. გიორგი, როგორც იცი, ბოლო რამდენიმე წელია უძრავი ქონების სექტორი ძალიან აქტიურად ვითარდება და ამ განვითარებასთან ერთად იზრდება მომხმარებლის მოთხოვნა სრულყოფილ პროდუქტზე. უკვე ნაკლებ მნიშვნელოვანი არის უბრალოდ სახლის შეძენა, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ სად მდებარეობს, რა გარემოში და რა ეკოსისტემა დახვდებათ მათ. მე ვფიქრობ, რომ თბილისის აკრებს სწორედ ეგ გამოარჩევს, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით უსმენდით ჩვენს მომხმარებლების მოთხოვნებს და სწორედ ასე შევქმნით თბილისის აკრები, რომელიც დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის ჩვენი დედაქალაქის იდეალური გაგრძელება. ეს არის პირველი თვითმყოფადი უბანი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით, რომელიც მორგებულია ზუსტად ადამიანის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე. თქვენ კოლეგასაც ვკითხე, მე გავაგრძელოთ ის აზრი, მაგრამ ყოველთვის თბილისის აკრები პოზიციონირებს როგორც თვითყოფადი უბანი. მე მინდა რომ მეტად ჩავშალოთ ეს თემა და აუხსნათ ადამიანებს, რას ნიშნავს თქვენი გადმოსახედიდან, როგორც კომპანიის დირექტორისა, თვითყოფადი უბანი. თვითმყოფადი უბანი ეს არის ურბანული სივრცე, რომელიც დამოუკიდებლად ვითარდება და დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მაგრამ თვითმყოფადობა არ არის აკრების მხოლოდ პოზიციონირება. ეს არის ურბანული განვითარების ერთადერთი და უალტერნატივო გზა და ამას მოწმობს ჩვენი შედეგებიც, ის გაზრდილი ინტერესი მომხმარებლის მხრიდან და გაზრდილი მოთხოვნა და ზოგადად მოთხოვნის მზარდი ტენდენცია. ეს ყველაფერი არის დასტური იმისა, რომ ამ შემთხვევაში დეველოპმენტი მოერგო ადამიანის საჭიროებებს
და არა პირიქით. ზოგადად თბილისის აკრებზე მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, რის შედეგადაც ჩვენ შევძელით და შევქმნით სრულად დამოუკიდებელი ქალაქური ეკოსისტემა, სადაც ადამიანი თავისუფლად ცხოვრობს, ისვენებს, მუშაობს და ეს ყველაფერი ხდება უბნიდან გაუსვლელად. თბილისის აკრები არ მოიცავს მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებს, ის მოიცავს კომერციულ ზონებს, დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს, კულტურულ და გამაჯანსაღებელ ზონებს, სასეირნოალებს, სკვერებს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის ფეხით სავალ გზაზე. ჩვენი საუბარი რომ ახსენდება პრეზენტაციამდე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ლოკაცია. ლოკაცია, რომელიცაც გამორჩეული იყო, რომ ქალაქის ცენტრშიც ხარ და სრულად გაქვს შეგრძნება გარეუბანში ცხოვრებისა. რა შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვთქვათ ამ თემაზე? ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ თბილისის აკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ მისი ლოკაციაა. პროექტი მდებარეობს თბილისის ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბანს ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეთროებისკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც 2 წუთის სავალზე უნივერსიტეტის ქუჩიდან. ლოკაცია იმგვარად არის შერჩეული, რომ საცხოვრებელი სივრცეები მდებარეობს სიმწვანეში, ხელუხლებელ გარემოში და ამავდროულად ძალიან ახლოს ქალაქის კულტურულ და ბიზნეს ცენტრებთან. სპეციალურად თბილისის აკრების პროექტისთვის ასევე მუშავდება ალტერნატიული გზის გეგმა, რომელიც თბილისის აკრებს ვაკეს დაუკავშირებს და ეს კიდევ ერთხელ განმუხტავს მოძრაობას ქალაქში. მე მაინტერესებს დინამიკა გაყიდვების. თქვენთან 26 სექტემბერს ყოფნისას ეგრეთ წოდებული წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებული იყო. პრისეილების შემდეგ არის საკმაოდ აქტიური პერიოდი და პოტენციურ მყიდველებს თუ უკვე მობინადრეებს აქვთ საშუალება ნახონ თუ რა მასშტაბი არის გაშლილი, რა მასშტაბით არის გაშლილი სამშენებლო სამუშაოები. დღეს რა ეტაპზეა თამარ გაყიდვების ნაწილი, რა შეფასებას აძლევთ და გამომდინარე იქიდან რომ გარკვეულწილად წელიწადსაც ვაჯამებთ, წინა საახალწლოდ არის თუ არა რაიმე განსაკუთრებული შეთავაზებები თქვენი მხრიდან. სწორად აღნიშნა გიორგი, დაახლოებით სექტემბერში დაიწყო გაყიდვები და 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს და ვარ ძალიან ამაყი იმით, რომ პირველი ფაზის 70% უკვე გაყიდულია. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით და ჩვენს მომხმარებლებს წინა საახალწლოდ მოუმზადეთ განსაკუთრებული შეთავაზება. შეთავაზება გულისხმობს მათთვის სასურველი უძრავი ქონების შეძენას ყოველგვარი პირველადი შენატანის გარეშე. წინა საახალწლოდ ეს შეთავაზება კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ხარჯები ერთიორად იზრდება და კაპიტალის მობილიზება საკმაოდ რთულია. შეთავაზება უკვე დაწყებულია და ჩვენ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა 31 დეკემბრამდე შეიძინონ მათთვის სასურველი ბინა პირველადი შენატანის გარეშე. სრული სუბიექტურობის დაცვით ეს BMG-საც ჭირდება ეს ვიდეო და ეს თქვენი პოზიცია, რომ იყოს პროექტთან დაკავშირებით დაფიქსირებული. პროექტი, რომელსაც ანა გქოლობი პირველმა ჩაუждდა და ესე წარმოადგინა. როგორ გახდა თბილისი აკრები გამორჩეული და საყვარელი ამდენი ადამიანისთვის, რასაც უკვე გაყიდვებით ადასტურებს? ძალიან კარგი კითხვაა და ვფიქრობ, რომ პასუხი მარტივია. ჩვენი თავარი ინსპირაცია იყო სწორედ ადამიანი. პროექტის ყოველი ნაბიჯი არქიტექტურიდან ინფრასტრუქტურამდე ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს. ეს არის ადამიანის საჭიროებები, მისწრაფებები და მოთხოვნები. როცა ადამიანი ბინას უძრავ ქონებას ყიდულობს, ის მხოლოდ კედლებს არ იძენს, ის იძენს მომავალს, უსაფრთხოებას, ოჯახისათვის ადგილს და ოცნებას ბედნიერ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ სამშენებლო კომპანიების მიერ გაკეთებული დაპირებები, ლამაზი რენდერები, სოციალურ ქსელში გავრცელებული რგოლები და პრეზენტაციები არ არის უბრალოდ რეკლამა. ეს მყიდველის ემოციური და ეკონომიკური გადაწყვეტილების ფორმირებაა. საქართველოში არც თუ ისე იშვიათი გამოცდილებაა, როდესაც რეალობა ხშირად არ ემთხვევა
არსებულ რენდერებს. ამიტომ მნიშვნელოვანი კითხვაა, რამდენად იცავს სახელმწიფო ამოცნებების მყიდველს, როგორ მოითხოვს დეველოპერს სარეკლამო პარადიზის შესრულებაში. მომხმარებლებში ხშირია კითხვა, არის თუ არა კანონი მყიდველის მხარეს. სამოქალაქო კოდექსის მერვე მუხლის მესამე ქვეპუნქტით განსაზღვრავს კეთილსინდისიერების პრინციპს. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ თუ კომპანია ქმნის მოლოდინს, მას პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიტომ დაპირება ჩვენ ვაშენებთ საუკეთესო ხარისხით, აღარ არის მხოლოდ ლოზუნგი. არის თუ არა სარეკლამო დაპირება სამართლებრივი ვალდებულება? როდესაც სამშენებლო დეველოპერული კომპანიები Facebook-ზე, ტელევიზიაში ან ბილბორდებზე აცხადებენ ევროპული ხარისხი, ღია და დახურული აუზი, მწვანე ეზო, ისინი ქმნიან კონკრეტულ მოლოდინს. სასამართლო პრაქტიკა ამბობს, თუ მოქალაქეებმა ეს განცხადება საფუძვლად გამოიყენეს გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ სარეკლამო დაპირება ხდება ხელშეკრულების ინტერპრეტაციის ნაწილი. ზემოთ ხმულიდან გამომდინარე, ხშირია კითხვა მომხმარებელთან, როგორ უნდა დაიცვას მყიდველმა თავი. შეინახეთ ყველა დაპირება, ფოტოები, ვიდეოები, პოსტები, მოითხოვეთ დეტალური აღწერა ხელშეკრულებაში. თუ პირობები იცვლება, გააგზავნეთ ოფიციალური წერილი და დააფიქსირეთ პოზიცია. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო მტკიცებულება უკვე გაქვთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ოცნების დაცვა იურიდიული საკითხია, ასე რომ მშრალი სამართალი საქართველოში ქმნის ცოცხალ რეალობას. მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ოცნების დაცვა. ჩვენი კანონმდებლობა ავლენს მყიდველის მხარდაჭერას და სასამართლო პრაქტიკა ამ მხარდაჭერას უკვე იყენებს. მაყურებლისათვის მთავარი გზავნილი ასეთია: სარეკლამო დაპირება მხოლოდ სიტყვა აღარ არის. ის სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. საქართველოს კანონმდებლობა მყიდველს რეალურად იცავს. სამოქალაქო კოდექსი, საჯარო რეესტრის ინსტრუმენტები და სასამართლო პრაქტიკა ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს იმისთვის, რომ სარეკლამო დაპირება იქცეს ვალდებულებად. მყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულდეს ის, რაც დეველოპერმა საჯაროდ უკარნახა. სარეკლამო სიტყვა ხდება სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველი და საქართველოს სამართალი ამ პრინციპს უკვე იცავს. 9 დეკემბრის გამოშვება ამით დასრულებულია. შევხვდებით ერთ კვირაში უკვე ნაცნობ სტუდიაში წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX-ი, ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან.